მამამისი სიკვდილში ნებით უნებლიეთ, ისიც მონაწილეობდა. ასე ამბობს. მართალია, ჩემ შვილს არ ველაპარაკები, მაგრამ იმ მანქანაში ჩემი შვილიც იჯდა. თანაც ორსული. და ფიქრეთი ამ ამბავში გარეული არა? ფიქრეთს თქვენ შვილთან პრობლემა არ აქვს. არც მას და არც მის შვილებს არ ემუქრება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, ადამიანი, რომელიც მასთან განქორწინებულია. თუ ასეა, ჩემ შვილს თავს მინდა ესღაიშე. ფიქრეთს არ უნდა, რომ ეს ყველასთვის ცნობილი გახდეს. აქ იმიტომ გამოგზავნა, რომ ესე კითხი ერთმანეთში მოვაგვაროთ. გამზემაც კი არ იცის, რომ აქ ვარ. სწორედ დღეს ვამბობდი, რომ ფიქრეთმა მკვლელი დაიქირავა და მამა თავიდან მოიშორა. ვერ ხვდები გამზე მიზანში რატომ ამოიღო. ახლა მითხარი, ეს დედამისმა ნედიმემ ჩაიდინა? ამის თქმის უფლება მე არ მაქვს, ისკანდერ ბეი. მაგრამ რადგან ფიქრეთი დანაშაულს თავის თავზე იღებს, ახლა რაც უნდა მოსთხოვოთ, ყველაფერზე თანახმა იქნება. ყველაფერზე. რასაც მოვისურვებ? რასაც მოისურვებთ. კარგი. თუ ასეა დავილაპარაკებთ. ვნახოთ, რისი მოცემა შეუძლია. ზეინებ? გამზე? მოხდა რამე? მეც ამის ეკითხავად შემოვედი. შემოდი დაჯექი. აიშეს დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობს. ხმები გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი რა მოხდა. როგორც ჩანს, ფიქრეთმა დამლასახლიდან გაუშვა. რა ხდება? გამზე. ეცადე ოთახიდან არ გამოხვიდე. აიშე, სადაც უნდა იყოს, დაბრუნდება. ისაკ მარტო არ დაგტოვებს. ერთი რამ იცოდე. მე აქედან წავალ. შენც ნუ დარჩები. თუ შენს შვილებზე ფიქრობ. ზეინებ, მითხარი რა მოხდა? ძალიან მინდა გითხრა, მაგრამ არ შემიძლია გამზე. შენი ნებართვით. მსგავსი რამ ძმა ფიქრეთისგან არ გამიგვირდებოდა, მაგრამ ნედიმე ჰანიმმა და დამლამ ეს როგორ გააკეთეს? ვერ ვიჯერებ, არ ვიცი. გეფიცებით ნედიმე მეც კი გამაკვირვა. თავის თავსაც გადააბიჯა. ფიქრეთის ადგილას რომ ვიყო, ღამე მშვიდად ვერ დავიძინებდი. გამზაზე აღარაფერს ვამბობ. ო, ეს უკვე მეტისმეტია. შვიდობა? ესე ინებია? შვიდობა, ზეინებ ჰანიმ, სად მიდიხართ? იქ, საიდანაც არასდროს დავბრუნდები. თუ რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი კარს გამიღებს. ჰალილ იბრაჰიმზე ამბობს? აბა ვისე იტყვის? მე რა ვიცი. ზეინებ, მომისმინე შვილო, კარს თუ არ გაგიღებენ, ფანჯრიდან შედი. სხვას ვერაფერს გეტყვი.
ასე რომ წევ ხარ გტკივა? ჭრილობა გაწუხებს? მითხარე. ეს ადგილი იმდენ ტკივილს იტევს ზეინებ, რომ ვეღარაფერს მადგენ. ზეინებ? ზეინები ვთქვი? მაპატია. მე რომ იგივე გამეკეთებინა, ბოდიში საკმარისი იქნებოდა? დიდემ. ცოტა ხნით ჰაერზე გავალ. Komērco čemā. ზეინებ ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვართ. რის გაკეთებას ცდილობ? ამ ხელას სამყაროში შენი ადგილი არ არის, ჰალილ იბრაჰიმ. ზევალ ჰაერჩავის მდგავ. ჰალილ იბრაჰიმ? მე ვარ. ზეინებ? აქ რა საკეთებ? შიგნით როგორ შემოხვედი? შენი გვირაბის საშუალებით. აქ რა საკეთებ? უნდა დავილაპარაკოთ. სალაპარაკო არაფერი გვაქვს ზეინებ. მამა დედამ მოკლა ჰალილ იბრაჰიმ. რა? წასასვლელი არსად მაქვს. მე ოჯახი აღარ მყავს. შენ გარდა არავინ მყავს ჰალილ იბრაჰიმ. გთხოვ მაპატიე. გთხოვ. გთხოვ მაპატიე. ძალიან მნანობ. გემუდარები ჰალილ იბრაჰიმ. მაპატიე. ძალიან მნანობ.
აი შეხვდის გულისათვის სად იყავი? Აკრასაკეთებ. ზეინები სად არის? დაივიწყე. აქ საშინელება მოხდა, შენ კი სადღაც გაქრე. არ გამქრაულ ვარ ძვირფასო, ყველაფერი შენ გამოგავაკეთე. მამა შენი ქვემოთ არის. რა? ფიქრეთთან ერთად არის. ელოდებიან. მიხარია რომ შენ შვილს აბადია ისქანდერ. მას აქ დარჩენის მიზეზი აღარ აქვს. აქ იმიტომ ვარ, რომ ისიც არ მოგვანედი მე. ვერ გავიგე. ისკანდერ ბეიმ ყველაფერი იცის დედა. აქ ამიტომ არის. ანუ შენ დაიბარე. ხო, მოსვლა მევთხოვე. კარგი. თუ ასეა მოგიდოს თავის შვილს ხელი და წავიდეს. ღმერთმა უქნეს, მაგრამ ან კიბიდან არ დაგორდეს, ან რამე უბედურება არ დაემართოს. არ მინდა რომ მე დამაბრალონ. ეს ასე მარტივი არ არის, ნედიმე. ჩემი ოჯახის წევრს თუ შეეხები, ასე იოლად ვერ გამოხვალ. ეგ გახსოვდეს. რა სიზამ? პოლიციაში წახვალ? ზოგი შემთხვევა პოლიციის განყოფილებაში სრულდება, ზოგი სახლში. აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩვენი ამბავი სახლში დასრულდეს. ამიერიდან რომ აღარავინ დაზარალდეს, ყველაფერზე თანახმავა, რასაც ისქანდერ ბეი მოისურვებს. შენგან წინააღმდეგობას არ მივიღებ. ანუ ისე იქნება, როგორც თქვენი თქვით. კარგი. თქვას რა უნდა? თუ შევძლებთ, გავაკეთებთ. მამა. კეთილი იყო შენი მოსვლა. მიდი და ჯეკი. არც ერთ მამას არ უნდა, რომ შვილი მისი ნებართვის გარეშე გათხოვდეს. ძალიან გამაბრაზე. მაბადია მამა. შენი და ჩემი ოჯახის გაბრაზება არ მინდოდა. პირველ რიგში შენ დაზარალდი, მაგრამ ახლა შენი უდანაშაულო შვილების უსაფრთხოებაა მთავარი. და აქ ამისთვის ვარ. ისკანდერ ბეი, ყავას მიირთმევთ? შეიძლება. დავლევ თქვენს მწარე ყავას. იქნება 40 წელი სულ ეს გაძახოთ. კარგი. ისკანდერ ბეი, გისმენთ? რა სისურვებთ? შვიდობას როგორ დავამყარებთ? რადგან არ გინდათ, რომ სისხლი დაიღვაროს, მხოლოდ ერთი ვარიანტია. ოჯახი არც მე მყავს ზეინებ. არასწორად მოგამიგებ. ბავშვობიდან არ მყავს. ოჯახის შექმნა ყოველთვის მინდოდა. ბევრჯერ შევცდი. მომატყუეს. შენც კი მიმატოვე. ახლა კი მეუბნები რომ მე შენი ოჯახი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გოგოს, რომელიც ჩემთვის იპოვე, ზემოთ სწინავს.
მინდოდა რომ ბედნიერი ყოფილიყავი. მინდოდა სხვას მოეცა ის, რასაც მე ვერ მოგცემდი. შენ ყველაფრის მოცემა შეგეძლო. მაგრამ ეს გადაწყვეტილება შენ მიიღე. ეს ყველაფერი შენთვის გავაკეთე, ხალილ იბრაჰიმ. თუ ასეა, კიდევ გააკეთე რაღაც ზეინებ. თუ გიყვარ ვარ. აქედან წადი. ეს შენი ბოლო სიტყვაა? კი. კარგი. ახლა წავალ და აღარასდროს დავბრუნდები. ხალილ იბრაჰიმ. მაბადია. ასეთი რეაქცია არ უნდა მქონოდა იმის გამო, რომ ზეინები დამიძახე. რაც უნდა იყოს ის, შენი ყოფილი ცოლია. მისი სახელის დაძახებას მიჩვეული ხარ.
თქვენ რასაც მთავაზობთ შეუძლებელია ისკანდერ ბეი. სხვა რამეზე მოვილაპარაკოთ. ზეინებ, მოდი, მამა ჩემი მოვიდა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ერთმანეთის გაცნობა ვერ შევძელით, მე ზეინებ ლედოვარ. გამარჯობა ზეინებ. თქვენი ნებართვით წავალ. გამზე როგორ ჩანს მიდიხარ. მერე ვილაპარაკოთ. ზეინებ, 2 წუთით დაჯექი. შენს ძმას რაღაც შევთავაზე, მაგრამ მან და დედა შენმა უარი თქვეს, მინდა შენს გკითხო. ისკანდერ ბეი, მე ხომ არ შეიძლება რა არ შეიძლება? მინდა სისხლის ყვრა შევაჩერო. რადგან ჩვენს ოჯახებს შორის მტრობა ქორწინებით დაიწყო, ქორწინებით ვედამთავრდეს. თუ ისკანდერის შვილს გაყვები ცოლად გვაპატიებს, ანუ მე მაპატიებს. ღმერთმა გაპატიოს ნედი მეხანიმ. ზეინებ, თუ ცოლად ჩემ შვილს გაყვები, ყველა უსაფრთხოდ იქნება. რა სიტყვი? ისკანდერ ბეი, უკვე გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ ზეინეფი და ჰალილ იბრაჰიმი დაშორდნენ, ერთმანეთი ისევ უყვართ. ანუ არაფერი გამოვა. სამწუხაროდ ამაზე ვერ შევთანხმდებით. აიშე? ისკანდერ ბეის უთხარი, რომ შვილი არ მეყოლება. თუ ჩემგან მემკვიდრეს ელოდებით, ყველად ლოდინი არ ღირს. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა, რომ ჩვენს ოჯახებს შორის მტრობა დასრულდეს. კარგი. თუ ასეა პრობლემა არ მაქვს. თქვენს წინადადებას ვიღებ. თქვენ შვილს ცოლად გავყვები. შვილო, გაგიჟდი? რას ნიშნავს ცოლად გავყვები ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობ? ნებისმიერ ადგილზე წავალ, ოღონდ ამ სახლში არ დავრჩე. არა, ეს დედაშვილი საბოლოოდ გამაგიჟებს. რას ნიშნავს ცოლად გაყვები ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობ ზეინებ? დამავიწყდა შენთვის მეკითხა. მე უნდა მკითხო, რა თქმა უნდა, სხვავის ამ ოჯახში მთავარი მე ვარ. დიახ, მართალი ხარ შვილო. დედა, შენ მოიცადე. შენი ქალიშვილი ახლა ცხოვრებას ინგრევს. ჯერ მამა მოკალი და ახლა გიხარია, რომ შენი შვილი მთავარია? მომისმინეთ შვილებო. ჩემ გამოთავს ნურს ერთი გაწირავთ. წავიდეს ის ისკანდერი და მიჩივლოს. არავისი მეშინია. სასჯელს მოვიხდი. სასჯელს მოიხდის. საინტერესოა, შენი რბილი საწოლის გარდა სადმე წოლილ ხარ? ზეინებ, ასე ნუ მელაპარაკები. არც მამა შენი იყო ღვთის საჩუქარი. დედა ყოველღამე მის გვერდით დასაძინებლად წვებოდა. ციხე ვერ შეედრება. კარგი, ამის შესახებ იცოდი საკინე ჰანიმ, არა? შენ აქედან გამომდინარე გელაპარაკები. გეფიცები, არ ვიცოდი ფიქრეთ. რომ ცოდნო და ამას დავუშვებდი, მე თვითონ მოვაგვარებდი. ამ სახლში ყველა გაგიჟდა. რა მოხდა?
რა მოხდა? ჰალილ იბრაჰიმთან წახვედი და რა მოხდა? იქ ისეთი რა ნახე, რომ დაბრუნდი და დათანხმდი იმ არანორმალურის წინადადებას, მის ვაჟს ცოლად გახვე. რაც მოხდა. თქვენ არ გეხებათ. ჰალილ იბრაჰიმის თემა ამიერიდან ჩემთვის დახურულია. ზეინებ, გამაგიჟებთ. შვილო, მომისმინე. მართალი ხარ, რომ იბრაზდები. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მაგრამ გამზე სასწრაფოდ უმიზეზოდ არ დაურსულებულა. გასაგებია? უნდა და მთელი ფული და ქონება ხელში ჩაეგდო. თუ ამ საქმეში მამამისის ჩარეული არ არის, მაშინ არაფერი მცოდნია. ისედაც არაფერი იციდე და განსაკუთრებით არ იცი სად შეჩერდე. ეს არის შენი პრობლემა. მარტო დამტოვე, მამა. იცი რომ ვკვდებოდი. მხოლოდ შენი გეგმის გამო ვკვდებოდი. ის ვინც ასე მოგექცა ამისთვის პასუხს აგებს. მე ლეტოს ოჯახს გავუსწორდი. საბოლოოდ უსაფრთხოდ ხარ. და შეგიძლია მთელი ოჯახი მართო გამზე. მთელი ოჯახი. დამშვიდი და ჯექი მოდი. მამა, მართლა გჯერა რომ ზეინები ქაანს გაყვება ცოლად. ყოველთვის ვაკვირდები ხალხი რას ამბობს. თუ სიტყვას არ ასრულებენ, ენას ვაჭრი. და ეს კარგად იციან. საღამომშვიდობისა, შვილო. აიშე შვილო, კულელები ნამდვილად ნედიმემ დაიქირავა? აღარი ამბავი ჩემს მოსვლამდე გაგიგიათ. მე ვუთხარი დაუაიშე. ასე დროს აქ რას აკეთებ, საინტერესოა. ვერ ვიცხოვრებ ერთ სახლში იმ დამლასთან ერთად, რომელიც მამაჩემის სიკვდილში მონაწილეობდა. როცა ვამბობდი, რომ ყველა მიხვდება დამლა როგორი გველია, არავინ მისმენდა. კარგი. ყოველ შემთხვევაში ის, ვისაც წამლავს, ჩემს სიტყვებს ეთანხმება. ფიქრეთმა რა გააკეთა, როცა ამის შესახებ გაიგო. თავი დაანებე, ნამდვილი ბომბი ზეინებმა ააფეთქა. არ მითხრა, რომ ნედიმეს პოლიციაში უჩივლა. არა, მამა, გამზეს მამა მოვიდა და გამოაცხადა. თქვენ საფრთხე შეუქმენით ჩემი ქალიშვილის სიცოცხლეს და ახლა ან თქვენს ქალიშვილს მომცემთ, ან ოჯახებს შორის მტრობა დაიწყებაო. რას გულისხმობ? მოითხოვა ზეინები მის ვაჟს ცოლად გაყვეს. არა, დიახ, ზეინებიც დათანხმდა. შვილო, არსებობს შესაძლებელი და შეუძლებელი რამ. ზეინები არავის შეხედავს ჰალილის გარდა. რა თქმა უნდა, ძვირფასო. ჩემი ცხონებული ლევენტი ქორწილში მიატოვა ჰალილ იბრაჰიმის გამო. დაშორდნენ დედა. მერე ძმა ფიქრეთ შენს დაშორდი, მაგრამ შეგიძლია სხვას გაყვე ცოლად. ბავშვები რომ არა 1000 ჯერ გავთხოვდებოდი ლეილა. მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ძმა ფიქრეთი ვანერვიულო.